ყველა ვნახეთ, რომ ყველანაირად გაურკვეველმა არსებებმა, მათ შორის ლეგიტიმაციითაც გაურკვევლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში უცებ დაიბარეს ევროპელი ელჩები და მკაცრად მოსთხოვეს ანბან განდონი. A. 2025 წლის არჩევნების აღიარება. B. 2024 წლის არჩევნების აღიარება. G. ოპოზიციის დაგმობა და D. Deep State-ის თვითლიკვიდაცია. ანბან განდონი თქვენ კოცებო. ახლა კი კითხვა მაქვს. ბოლოს როდის დაიბარეთ ბელარუსის ელჩი? რუსეთის საელჩოს თუ ინტერესთა სექციის წარმომადგენელი. თუ საბაბი მოგაკლეს, არაფერს გიშავებენ და არსაით მტრობენ. იქნებ გამოგრჩათ, ან იქნებ არ მოგინდა ჩემჩნევა, რა კი ზუსტად წინა დღეს ლუკაშენკას მისალოცი წერილი მოუვიდა კობახიძეს, მაგარი არჩევნები ჩაგიტარებია ძმაო, ვინ მეგობრო და დაბრო პაჟალოვაც ჩვენს დემოკრატთა კლუბშიო. მაშინ მეკეტყვით, 8 ოქტომბერს ბელარუსის მთავრობამ რუსებთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, დაიწყო საკურორტო კომპლექსის მშენებლობა კინტრში, ქართულ კინტრში, ოჩამჩირის რაიონში. ცერემონიას დაესწრო სეპარატისტთა ვიცე-პრეზიდენტად წოდებული კრიმინალი ბესლან ბიგვავა. ბესლან ბიგვავამ დიდი მადლობები უხადა პუტინსა და ლუკაშენკას. პროჭორვილელთა მეგობარი ბატია კინტრში იწყებს გრანდიოზულ მშენებლობას, რაზეც მოლაპარაკებას 4 წელია აწარმოებს. სოხუმში ჩასულის გვახსოვს, მინსკში ჩასული და უმაღლეს დონეზე მიღებული სეპარატისტების გვახსოვს და ბევრი სხვა რამ. ესენი ჩვენ გვახსოვს. ქოცარა, მაგას ხომ სტერილური მეხსიერება აქვს ზოგადად, რა კი რუსეთს ეხება საქმე. Посещая Абхазию в 2022 году 2022 წელს აფხაზეთში ვიზიტისას ჩვენმა პრეზიდენტმა ალექსანდრე გრიგორიძე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობის საძირკვლად უნდა იქცეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და რომ ძალიან სერიოზული კავშირი უნდა შევქმნათ. დარწმუნებულია, რომ ეს უნიკალური პროექტი გახდება სამი ხალხის, რუსეთის, ბელარუსისა და აფხაზეთის ნაყოფიერი თანამშრომლობის სიმბოლო. искренне убежден. ახლა მაინტერესებს, როდის დაიბარებთ ბელარუსის ელჩს? ან გაეროში როდის დააყენებთ საკითხს, რომ ბატია ქართული მიწის ანექსიას ეწევა, რომ არღვევს ოკუპაციის კანონს, რომ უნებართვოდ აშენებს რაღაცას ათასობით მცხოვრებისთვის. მართლა პასუხს ველოდები მაკა ბოჭორიშვილისა და სხვა არსებებისგან. აქამდე საფიქრალი ჯერ აფხაზეთის დაბრუნება, შემდეგ იქ უკვე ჩასახლებული რუსების აბარგება გქონდა. ახლა ბელარუსის მომავალი ახლას დაგვემატება პრობლემად. რა თქმა უნდა, ბოჭორიშვილს, პაპუაშვილსა და ივანაშვილს ამ პრობლემის მოგვარება არ მოუწევთ. ისინი ამ დროს საიმედო იზოლაციაში იქნებიან. ამის გაკეთება მოუწევს სხვა ხელისუფლებას, უკვე ეროვნულს. ან ისე უნდა ვიკითხო, ბოლოს როდის გააპროტესტა ქართულმა ოცნებამ, რომ აფხაზეთს რუსეთის სახელმწიფო დუმაში თავისი დეპუტატი ჰყავს. კაი, პირველად როდის გააპროტესტა? არჩევნები 4 წლის წინ შედგა და დრო ბევრი ჰქონდათ. ამ ამბავს აუცილებლად გაიგებდით. მე თუ გავიგე წესით არც თქვენ უნდა გაჭირებოდათ. ან კი გასაგები საერთოდ რა იყო? რუსეთის სამხრეთის რეგიონების, მათ შორის ხაზს უსვამ აფხაზეთის სახელით სახელმწიფო დუმაში ამხელა ოლიმპიური ჩემპიონი ქალისის სვეტლანა ჟურავა. მე წარმოვადგენ აფხაზეთს სახელმწიფო დუმაში. თქვენმე მომეცით ხმა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. არ ვივიწყებ ჩემს საყვარელ რესპუბლიკას. სვეტლანა ჟურავამ სოხუმში პუტინის საგანგებო მადლობა ჩამოიტანა უკრაინაში აბსოლუტური საზარბაზნე ხორცის გაგზავნისთვის. ასე უნდა გააგრძელოთ. ჩვენ ხომ მოგიპოვეთ დამოუკიდებლობა ქართველებისგან, ხო და ახლა თქვენ უნდა დაიხოცოთ ჩვენთვისო. Здесь я хотела вас поблагодарить. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ აფხაზი ბიჭები იბრძვიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. მებრძოლი ბიჭები არიან. თავიანთი მაგალითისა და გმირობით აჩვენებენ, რამდენად უდგას აფხაზი ხალხი რუს ხალხს გვერდით რთულ მომენტში, როგორც რუსეთი აფხაზეთს. პუტინს ხომ იცით, ოლიმპიური ჩემპიონებისადმი განსაკუთრებული ლტოლო აქვს, როგორც ბატონ ბორის ხოთაშორის. აი, ეკაჩება პარლამენტად წოდებულ რაზმეულში. ოღონდ რატომღაც პუტინის ჩემპიონები სიტყვაზე აბამენ, წიანდადებას. ეს კაციც კი, ვისგანაც სრულფასოვანი წიანდადების წარმოთქმა სრულიად მოულოდნელია, აგერ დაწერილი ტექსტის გარეშე საუბრობს აფხაზი მეგობრების ყრილობაზე გამოსვლისას. საუბრობს თავისი პარტიის იძინაე რასიას სახელით. არ შემიძლია მადლობა არ გითხრათ დახმარებისთვის, რომელიც რუსეთს აღმოუჩინეთ სპეცოპერაციის დროს. თქვენი ბიჭები ერთგულების მაგალითს აჩვენებენ. თავარ სათქმელსა და კითხვას უბრუნდები. ჟუროვასა და კარელინს და ბევრ სხვას. როდის უპასუხებს საქართველოს სახელმწიფო? ის რაც ამ სახელმწიფოსგან არის დარჩენილი მხოლოდ ფუტურო ფორმა. როდის გამოაცხადებს მათ პერსონა ნონ გრატად? როდის შეიტანს შავ სიაში? როდის გამოაცხადებს მათზე ძებნას? ეს არც პირველი იქნება ამათვის და არც უკანასკნელი, ისედაც უკვე არიან ყველა სასანქციო სიაში. ბორის ივანაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის გვერდით სხვათა შორის. მე მაინც იმედიანი კაცი ვარ და იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება მკაცრად მოსთხოვს პასუხს ქვეყნის სუვერენიტეტის დამრღვევ რუს ოფიციალურ პირებს. და რომ საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მაინც, ამჯერად მაინც
არ გადაიცვამს მაისურებს დამპალი რუსული დროშით. ზედ კარელინს არ დაიხატავს და მე აქეთ არ შემოგვიტევს. ეგ ჩვენი ძმაა და არ იცით როგორ უყვარს ქართველებიო. როგორც ჯამბულად თედეების პორტრეტიანი მაისურებით ერთხელ უკვე მოგჭრა ყველგან თავი.